რაც თავი მახსოვს, სულ ექიმობა მინდოდა ბავშვობიდან, მოცნებობდი ექიმობაზე. მაგრამ განსაკუთრებით ამის სურვილი გამიჩნდა მას შემდეგ, რაც ჩემი საყვარელი მასწავლებელი ავად გახდა ონკოლოგიური დაავადებით და ვერ გააგრძელა ჩემთან მუშაობა. ჩემთვის პაციენტებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. ჩემი სამსახური არ მთავრდება არასდროს 5 საათზე. პაციენტებზე ზრუნვა, მათზე ფიქრი გრძელდება სამსახურის შემდგომაც. შემიძლია ვთქვა, რომ 24 საათიც კი ზოგჯერ მუდმივად ვფიქრობ, რა შევცვალო, რა მეთოდი გამოვიყენო, რომ როგორმე ჩვენს პაციენტებს შეუმსუბუქო ცხოვრების ეს ურთულესი ეტაპი. ვცდილობ, რომ ვიყო მათ გვერდზე, დავეხმარო და მოვიფიქრო მათთვის საუკეთესო მკურნალობის სქემა, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც პაციენტის კმაყოფილ სახეს უყურებ მის ბედნიერ თვალებს, რომ მკურნალობაზე დადებითი შედეგი მიიღო, შეიძლება ეს იყოს სრული განკურნება და რომ პაციენტი აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას და უბრუნდება ყოფილ რეჟიმს ცხოვრების და მხოლოდ საკონტროლო ვიზიტებზე ვხვდებით ერთმანეთს. მიუხედავად ჩემი რთული გრაფიკისა, მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალი დრო გავატარო ჩემს ოჯახთან, შვილებთან ერთად, ვისეირნოთ ერთად, შაბათ-კვირას გავიდეთ ქალაქგარეთ. აქტიურად ვარ ჩართული ბავშვების სწავლა-განათლებაში, ერთად ვხატავთ, ვსეირნობთ, ვთამაშობთ. მათთან ყოველი გატარებული წუთი არის ჩემთვის აღდგენა, რომ დაუბრუნდე ჩემს სამუშაოს და გავაგრძელო ამ რთულ დაავადებასთან ბრძოლა. და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანიც ეს არის, რომ შეძლო და დაიცვა ბალანსი სამსახურსა და ოჯახს შორის. ყოველი განკურნებული პაციენტი, მათი მადლიერი მზერა, მათი გულითადი მადლობა მაძლევს სტიმულს, გავაგრძელო მუშაობა ჩემს თავზე, გავაგრძელო ბრძოლა ამ რთულ დაავადებასთან. და ამასთან სულ მაქვს იმედი, რომ პაციენტების მომართვიანობა გაიზრდება სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმ-ონკოლოგთან, რაც საშუალებას მოგცემს დროულად აღმოვაჩინოთ დაავადება და მივახციოთ სრულ განკურნებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეული მიმართვიანობა ძუძუს კიბოს დროს. სიმპტომების აღმოჩენისთანავე თუ მიმართავს ქალბატონი ექიმს, ხშირად დაავადება სრული განკურნებით მთავრდება.